მე ვარ თეო მარიხაშვილი, ყავს მეუღლე და ერთი შვილი. ვარჯიშობ, ვცურავ, მოგზაურობ, რაც მე დიდ სტიმულს მაძლევს და ცხოვრებას მიხალისებს. მე ამის გარეშე არ შემიძლია ცხოვრება. ის რომ დღეს მე ესეთი აქტიური ვარ და აქტიური ცხოვრებით ცხოვრობ, გარკვეული როლი ითამაშა ჩემმა დიაგნოზმა. 13 წლის უკან შევამჩნიე მკერდში რაღაც კვანძი. აღმოჩნდა, რომ ეს კვანძი იყო ფიბროადენომა. კურნალობა სარექვემდებარებოდა და საჭირო იყო ოპერაციის გაკეთება. ოპერაციის შედეგად აღმოჩნდა, რომ გადაბარებული იყო რამოდენიმე უჯრედი. და ექიმმა მითხრა, რომ თეო ცოტა ისეთი ცუდი არასასიამოვნო ფაქტი ვნახეთო და ჯობიაო რომ მოხდესო რადიკალური მასტექტომია კერდის. იმ მომენტში აი თითქოს ცადავე მხო თავზე, აი საერთოდ წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი მაგისთვის და მართლა იმ პერიოდში კიბო როცა იყო განაჩენი. აი არაფერზე არ ვფიქრობდი, მარტო რომ ანანო იყო 5 წლის და მინდოდა რომ ბავშვი გამეზარდა მე თვითონ და ანუ გამაძლიერა ამ ყველაფერმა. კიბოს რიხთან დაკავშირებით ექიმებმა მირჩიეს, რომ საკვერცხეების ამოკვეთასაც მომხდარიყო. ანუ ორი ოპერაცია ჩატარდა ერთდროულად. ამის შემდეგ დამინიშნა ქიმიოთერაპიის კურსები. არაფერზე არ ვფიქრობდი, ქიმიოთერაპიის კურსი დავიწყე თუ არა. იმ დროსვე წავედი და მეთმე გადავიღე, რომ არ დავილოდე იმას, ეხლა მეთმა გამცვიდება თუ არა. ზამთრის პერიოდი იყო და მაინც ცოტა ხალისიანად ვიყავი. ვიხვევდი შარფს და გავდიოდი გარეთ და მეტად კიდე რამ გამაცლიერა, იცით? მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, რომ რაო ექიმებმა გადარჩები, სახლიდან გარეთ გამოდიხარ? სახლიდან გარეთ კი არ გავედი. ქვეყნის გარეთ გავედი, ქალაქის გარეთ გავედი და იმის მერე სულ დავდივარ. თურმე რა ხან მე დიაგნოზი დამისვეს, სახლში უნდა დამჯდარიყავი და რავი, თაწოლში ვყოფილიყავი და ხალათში ვყოფილიყავი. მე გადაფასო და ჩემ ცხოვრებაში ღირებული წამოვიდა წინ და მივხვდი როგორი ცხოვრებითაც უნდა მეცხოვრა. არავისთან არ ვმალავდი არაფერს, არ ვკითხულობდი არც ერთ სტატიას ამ დიაგნოზთან დაკავშირებით. ერთი წავიკითხე, რაც ჩემთვის იყო საჭირო, რომ ეს დიაგნოზი ერევა დეპრესიულ ხალხს და ამიტომ ვიფიქრე, რომ მე არ ვიქნები დეპრესიული და მე ვიქნები ძლიერი და მე მექნება რწმენა იმის, რომ მე აუცილებლად ვიცოცხლებ. ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს მეუღლის გვერდში დგომას და თანადგომას. მე ცოტა განა ვერ ხვდები და ბევრი ხდება იმას, რომ გამათამამა ცოტა. დიდი მადლობა თითოეულ ჩემ მეგობარს, ჩემ ოჯახის წევრს, დედა ჩემს, აი დედა ჩემი რო არ მყოლოდა, არ ვიცი, ალბათ ვერ გადავიტანდი, იმიტომ რომ დედა ჩემის თვალებს რომ უყურებდი, მე უნდა მეცოცხლა. რა გელოდება ცხოვრებაში არავინ არ იცის, ამიტომ ცოტა თავს უნდა გაუფრთხილდეთ. ყველაფერში, ყველა ადამიანში სიკეთე უნდა ვეძებოთ, წმენა არ დავკარგოთ. ამ დიაგნოზმა შემცვალა ძალიან ბევრი კუთხით, იმიტომ რომ ელემენტარული რაღაცითაც მე შეიძლება ბედნიერი ვიყავ. მე ფარდას არ ვკიდებ აქ, იმიტომ რომ ღრუბლებს რო უყურებ, ცას რო უყურებ, მე ვარ ბედნიერი.